ნაციონალურმა მოძრაობამ მთავარი ოფისი გაყიდა. თავმჯდომარის დაპირებად დარჩა და პარტიას არანაირი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაუვრცელებია. დადგნენ თუ არა ფინანსური კრიზისის წინაშე გარე დაფინანსების არარსებობის პირობებში და ამ ფონზე რა ფულით უზრუნველყოფენ პოლიტიკურ ვოიაჟებს. სოფო ბერძეგი ამბობთ. ელექტორალური კრიზისის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ცხოვრებაში როგორც ჩანს ფინანსური კრიზისის ეტაპია. გაიყიდა პარტიის სავიზიტო შენობა. საჯარო რეესტრის მონაცემებით კახეთის გზატკეცილზე მდებარე ეს პარტიული ოფისი 3.200.000 დოლარის სანაცვლოდ ახლა კომპანია EV Distribution-ის საკუთრება, რომლის დირექტორიც მიმდინარე წლის 10 მარტიდან ნაციონალური მოძრაობის სახე დავით კირკიტაძეა. კირკიტაძე, რომელიც წაგებული არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან ბიზნესში წავიდა. როდესაც ეს ინფორმაცია და გადაწყვეტილება დადასტურდება, აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას ამის შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების დასრულებიდან 6 საათი გავიდა, თუმცა თინა ბოკუჩავას დაპირების მიუხედავად ნაციონალური მოძრაობიდან არავის უთქვამს, რატომ გაყიდეს შენობა, რომელსაც პერიოდულად სააკაშვილის ფოტოთიც კი აფორმებდნენ. სატელეფონო ზარებს არც პარტიული ოფისის ახალი მფლობელი კომპანიის დირექტორი პასუხობს. დავით კირკიტაძე იმ კომპანიაში მუშაობს, რომლის 100% წილსაც ნაციონალური მოძრაობის შემწირველი თამაზ ცოფურაშვილი ფლობს. ნაციონალური მოძრაობის ბუღალტერიაში ვერ ვერკვევი, არც უნდა ვერკვევოდე, მაგრამ ის რომ ისინი ამ შენობას ყიდიან, ალბათ არის ამის მანიშნებელი, რომ რადიკალების დაფინანსება ქვეყნის პარლამენტის გარედან არის შეზღუდული. მართველი პარტია ვარაუდობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ფინანსური კრიზისი მას შემდეგ შეექმნა, რაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით სხვადასხვა ქვეყანაში რადიკალიზაციისთვის განკუთვნილი დაფინანსების გაცემა შეწყდა. სააკაშვილის პარტიის ფინანსების გარეშე დარჩენაზე მეტად ქართულ ოცნებაში ის საინტერესებთ, ვინ აფინანსებს ოპოზიციის ევროპულ ვოიაჟებს. საზოგადოებას ნამდვილად უნდა აინტერესებდეს, თუ საიდან ფინანსდებიან და საიდან ფინანსდება მათი ვოიაჟები თავიანთ პატრონებთან, რომელსაც ასე გულმოდგინებით მალავენ ეს ადამიანები, ხომ არ არის შემთხვევით ამ ყველაფერში ჩართული უცხოური ფული და კიდევ უფრო საინტერესოა ეს ამ უცხოური ფულის წარმომავლობა საიდან მომდინარეობს. რადიკალებს ძალიან აქტიურად აფინანსებდნენ უცხოეთიდან, აფინანსებდა ის ორგანიზაციები, დღეს რომ დიდი პრობლემა აქვთ თვითონ ამ ორგანიზაციების ადგილ სამყოფ ქვეყანაში, შეერთებული შტატები, USAID-ს გულისხმობ, NET-ს გულისხმობ და თუკი რომელიმე რადიკალური პარტია იქნება ეს თუ არასამთავრობო ორგანიზაცია თავის საქმიანობას ვეღარ ახორციელებს და ჭირდება დამატებითი სახსრები, ერთადერთი ლოგიკური პასუხი ამ ყველაფრის არის ის, რომ მათ ეს დაფინანსების წყაროები შეეზღუდათ. რატო შეეზღუდათ? იმიტომ შეეზღუდათ, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, რომელიც რადიკალებს აფინანსებენ, არიან შეჭირვებულ მდგომარეობაში დღეს. ქრონიკის ინფორმაციით ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ ფინანსურად არ უჭერს. პარტიაში ისევ განხეთქილება. მივა თუ არა საქმე მოურიგ დაშლამდე ამას პოლიტიკური მოვლენების განვითარება აჩვენებს.